ქუთაისში პარტია გახარია საქართველოსთვის მერობის კანდიდატი კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი იქნება. როგორც პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, შეთავაზება მოულოდნელი იყო, მან ფორმულას ეთერში ინტერვიუს დროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რომ ეს სხვა ლეგიტიმაციის არჩევნებია. Ქონდა კონსულტაციები, შევხვდი რამოდენიმე ადამიანს შემოთავაზეს, ეს იყო რთული გასაწყვეტი, მოულოდნელი იყო ნამდვილად, მომიწია ოჯახთან გასაუბრება, ჩემს მეგობრებთან, ახლობლებთან და მე გადავწყვიტე დავთანხმებოდ, იმიტომ რომ პრინციპული მნიშვნელობისაა, მე საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან მეორე დღესვე მოუწოდებდი პოლიტიკურ პარტიებს, რომ მომზადებულიყვნენ ადგილობრივი არჩევნებისათვის. ანუ ეს ჩემი პრინციპული საკითხია. ზოგადად, როგორც მოქალაქის, ყველა არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ, არცები უნიკალური მოვლენა, რათა ცვლილებებს ხელი შეუწყოთ. პაატა ზაქარეიშვილი ქუთაისის მოსახლეობას მიმართავს და იმ მიზნებზე საუბრობს, რასაც მერად არჩევის შემთხვევაში განახორციელებს. სულ სხვა ლეგიტიმაციის, სულ სხვა არჩევნებია, ჩვენ არ შეიძლება ქართულოცნებასთან პოლიტიკურ პაიქრობაში წყალს გადავაყოლოთ ქუთაისის პრობლემები. რაც ყოველთვის ნებისმიერი ქალაქის ნებისმიერი დაბის სოფლის წინაშე არის. ამიტომ მოუწოდო და ვაჩვენო მაგალითი ლელოსა და გახარიას პარტიებს შორის თანამშრომლობის მაგალითი, რომ საქართველოს გაუჩნდა უნიკალური შანსი თანამშრომლობისა, კოორდინაციისა, თუ გინდ იყოს განსხვავებული მოსაზრება. ამიტომ მე როგორც ჩემი ცხოვრება 67 წლისა ვარ. ჩემი ცხოვრება მთელი თუ რამე შემილია ვიტრაბახო და თავი მოვიწორო ესა რომ არასდროს კორუფციაში არ ყოფილა, თუმცა მუდმივად კორუფციის ჩრდილში გავდიოდი, ტყვეების გაცვლაში, ციხეებში მუშაობაში. ყველგან ყოველთვის მქონდა საშუალება ჩავფლობილიყავი კორუფციაში და ყველა ვინც მე თავაზობდა თანამშრომლობას, შევარნაძის რეჟიმი იყო თუ სააკაშვილის რეჟიმი იყო და თან ვთანხმდებოდი. მხოლოდ იმიტომ რომ კორუფცია შეუძლებელი იყო მე ვისხლეტდი კორუფციას და კორუფცია არ ყოფილა ჩემი მაგალითად თუ შეიძლება ასე ითქვას მიმზიდველობის რაღაც ღირებულება. ამიტომ მე ვთავაზობ ქუთაის გარანტირებულ მერს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იქნება კორუმპირებული. ერთი გამჭვირვალეობას, რომ ყველაფერი ნებისმიერი კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული, როგორი ხარჯება ყოველი თეთრი ქუთაისისა, პასუხი იქნება ამაზე და უამრავი საშუალება გვაქვს ჩვენ დაუკავშირდეთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რათა ვაჩვენოთ ქუთაისის ტიპის ქალაქი, რომელიც დღეს შეიძლება არ არის წარმატებული და უკვე თავისი რაოდენობითაც კი სამწუხაროდ უკვე პრაქტიკულად მეოთხე ადგილზე გადავიდა, თბილისი, ბათუმი და რუსთავის შედეგაც კი, როგორც მე ხალხკითხულობ მასალებს და ეხლა ვეცნობი ქუთაისში მომდინარე პროცესებს, როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი ქუთაისში და რა მთავარი პროგრამები, ამიტომ მთავარი ამოცანა იქნება თანამშრომლობა პირველ რიგში ქუთაისელებთან და არც ერთ ქუთაიელსაც არ იქნება, ყველაზე უფრო კრიტიკულ ქუთაიელსაც კი არ იქნება ჩემს პრეტენზია რომ გამჭვირვალე არ იქნება მმართველობა. ელოძლიერი საქართველოს წევრმა გიორგი სიორიძემ პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი ქუთაისში გახარია ხაზარაძის მერობის კანდიდატად პაატა ზაქარეიშვილის დასახელებას გამოეხმაურა. სიორიძის თქმით, ზაქარეიშვილი გახარია საქართველოსთვის კანდიდატია, თუმცა მას ქუთაისში ლელო კონკურენტს არ დაუყენებს. ჩვენი მემორანდუმი გულისხმობს იმას, რომ სადაც არის პერსონალური არჩევნები, გულისხმობ მერობის არჩევნებს და მაჟორიტარობის არჩევნებს, ჩვენ ერთმანეთს კონკურენტებს არ დავუყენებდით, თუმცა პროპორციულ ნაწილში ორივენი ცალკე სუბიექტი. ჩვენი კანდიდატურა არ არის პაატა ზაქარეიშვილი, მაგრამ დიახ, გახარიას პარტიიდან მე რამდენადაც ვიცი, ეს არის მათი კანდიდატურა, თუმცა ჩვენ კანდიდატურა იქ არ დაგვიყენებია. ანუ არ დაგიყენებიათ თუ მხარეც დაუჭირეთ. თქვენ იცით, ჩვენი მემორანდუმის არსი არის ის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც ერთი აყენებს კანდიდატურას, მეორე სუბიექტი, მეორე პარტია იქ მას კონკურენტს არ უყენებს. ცნობისათვის ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატია მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი. მერობის სურვილი ასევე გიორგი ამაღლობელმა გამოთქვა, რომელიც პარტია საქართველოს წარმომადგენელია. როგორც ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, გიორგი ამაღლობელს დოკუმენტაცია არასრულყოფილად აქვს შევსებული და მას ხარვეზების გამოსასწორებლად დრო მიეცა. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდება, ოპოზიციის ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. 13 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან, ამის შესახებ კოალიცია ცვლილებებისთვის რეგიონალურმა ლიდერებმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ არ მიიღონ მონაწილეობა 4 ოქტომბერს დაგეგმილ რუსულ სპეცოპერაციაში და 13 სექტემბერს კიდევ ერთხელ აჩვენონ ქართულ ოცნებას, რომ ქართველი ხალხის ნება გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი არის უცვლელი. მოგესალმებით იმერეთიდან, კერძოდ ქუთაისიდან, საქართველოს უძველესი ევროპული ქალაქიდან და ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქიდან.
ქართული ოცნების მავნე პოლიტიკა ქუთაისმა და იმერეთმა ყველაზე მეტად იგრძნო საკუთარ თავზე. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ქუთაისმა დაკარგა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ქუთაისი საცხოვრებლად დატოვა 40,000-ზე მეტმა ადამიანმა. ქართული ოცნების პოლიტიკა დღეს გიად რუსულია, რაც საფრთხეს უქმნის ქართული ხალხის ისტორიულ არჩევანს გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. დღეს ქართული ოცნების პოლიტიკიდან გამომდინარე რისკის ქვეშ დგას ქართული ხალხის ისტორიული გამარჯვება და მონოპოლარი უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან. უვიზო მიმოსვლა საშუალებას აძლევდა ქართულ ხალხს არა მხოლოდ ემოგზაურათ ევროპაში, არამედ მიეღოთ სამედიცინო მომსახურეობა სტუდენტებს, უკეთესი განათლება და რაც თავარია, ემიგრაციაში მყოფ ქართველების დიდ ნაწილს კონტაქტი ქონებოდათ მცირე დოზით მაინც საკუთარ ოჯახებთან. იქედან გამომდინარე, რომ დღეს ქართული ოცნების პოლიტიკა გვაკალგინებს ევროპულ არჩევანს და ევროპულ გზას ვალდებულად მიგვაჩნია და ვთვლით შევიკრიბოთ 13 სექტემბერს ქალაქ თბილისში 7 საათზე თესეუსთან და საპროტესტო მსვლელობით დავიძრათ რუსთაველისკენ. რადგან კიდევ ერთხელ ვანახოთ ქართულ ოცნებას, რომ ქართველი ხალხის ნება გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი არის უცვლელი. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს საქართველოს აუცილებლად გაიმარჯვებს. ძლიერმა საქართველოს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისათვის იმერეთში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა. ღონისძიებაზე, რომელიც ზუგდიდში გაიმართა, ალეკო ელისაშვილმა ხონში ძლიერი საქართველოს მერობის კანდიდატად გელა ბობოხიძე, ხარაგაულში ინგა მაღრაძე, სამტრედიაში კი ბადრი ვაშაკიძე წარადგინა. როგორც ალეკო ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საერთო მიზნისკენ ერთად უნდა იმუშაონ. Pro დიდი მიზანი უნდა გვაერთიანებდეს და ამ დიდი მიზნისკენ სულისას უნდა ჩვენი ამბიციები უკან დავწიოთ ჩვენი ეგო უკან დავწიოთ ჩვენ ცხენებზე მაღლა დავდგეთ აქამდე ქართველმა პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს ერსას და მოყვარესაც რომ ერთმანეთის ლანძღვაში ვართ მსოფლიო ჩემპიონები ოლიმპიური ჩემპიონები ერთმანეთისთვის ფეხის დადებაში შეურაცხყოფის მიყენებაში მაგრამ ეს დრო წარსულს უნდა ჩავაბაროთ თუ ჩვენ გვინდა და ჩვენ დიახ გვაქვს ამბიცია იმის რომ გადავიბაროთ საქართველოს ბედი, საქართველოს ხელისუფლება. დიახ, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ამის ამბიცია გვაქვს. პირველ რიგში ლელო ძლიერ საქართველოს და ახლა უკვე კოორდინირებულ რეჟიმში ვართ გახარიას პოლიტიკური ჯგუფთან, ესაც ძალიან მაგარი. მტერსაც და მოყვარესაც უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოსთვის უნდა გავერთიანდეთ, ვისწავლოთ კოალიციური პარტნიორული თანამშრომლობა. ჭიათურელი მაღაროელი მერაბ სარალიძე, რომელიც მეხუთე თვეა პატიმრობაში იმყოფება ციხიდან მიმართოს ავრცელებს. როგორც მერაბ სარალიძე წერს, ის პროტესტის ჩახშობისა და დაშინების მიზნით დააკავეს და არა მისი პირადი კეთილდღეობის მოთხოვნების გამო. სარალიძე მაღაროელებსა და თანამოქალაქეებს მხარდაჭერისკენ და გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მე ვფიქრობ, რომ ვიმსახურებ თქვენს მხარდაჭერას. მე არ დავუკავები ვარ არავის პირადი კეთილდღეობის მოთხოვნების გამო. ჩვენი ბრძოლის მიზანი იყო მაღაროელების და მთლიანად ქალაქის კეთილდღეობა და უკეთესი მომავალი იმის გამო, რომ ჩვენი დაკავებით ეს პროტესტი ჩაეხშოთ და თქვენში შიში ჩაენერგათ, მოგვიწყვეს პროვოკაცია, რის გამოც უკვე მეხუთე თვეა ციხეში ვზივართ. ჩვენი თავისუფლების გასაღები თქვენს ხელშია. ამ ეტაპზე მატერიალურ მხარდაჭერაზე მეტად მორალური მხარდაჭერაა საჭირო და მნიშვნელოვანი. მაქვს იმის იმედი, რომ არ გაგვწირავთ უსამართლო პატიმრობისთვის. გვაქვს თქვენი კეთილგონიერების იმედი. წერია მერაბ სარალიძის მიმართვაში. სომისათვის მაღაროელები მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი 29 აპრილს გამთენიისას დააკავეს. როგორც მშრობელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან ზალის გამოყენებით წაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. ჭიათურელი მაღაროელები უკვე მე-7 თვეა უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციისა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისათვის, რომ პროცესი დაუბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოებს. მათი გათავისუფლების მოთხოვნით ჭიათურაში 5000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გენერალური პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემის ფაქტზე 2 პირი, მათ შორის 1 პოლიციელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელს უკანონოდ გადასცა მეტადონის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც იგი ასევე უკანონოდ ინახავდა. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების შრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია მეტადონის შემცველი ნარკოტიკული საშუალება. დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთსა და სხვა რეგიონებში ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ფაქტზე 30 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. უწყების ინფორმაციით ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულია 19, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე 7, ხოლო ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე 4 პირი. რაც შეეხება 2 პირს, ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდს თენგის ხოფერიას მეტსახელად ჩინკას და თკს მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასე თუ არ გაჟღავლო სიცოცხლე მაჩუქეო, შენ მე განახებ მაგას. დაიბიჭებთან ყველაფერი აიხსნება, დაიბიჭებთან. გაიხსნათ, მაგი მინდა, მე ჩარიე ვერე ვიდეო. ისიც არ დაგავიწყდეს თავირობა გაქნეული. და საკითხად შეუძე მithქვეჭებდეთ და სტავკი ჩაღეს ვიდეთ, ბიჭო. ვინი დაგავი? თავარი კი არა, ფული მიიტანე, ადრესატაკვა, რო გეუნები. თავი დავიქნა. შენი ნაწლავები თუ გზაში არ ვახეტიო. შენ განახე, სიტყვი მომიახლოვდა უკვე. ერთი მის კარგის. მანქანიდან გადმოვაგდე, უკვე მანქანა შენ გაყიდე, იმის ოღონდ შენ გავაკეთო დანარჩენ ჯიბეს ჩაიტოვე. იცოცხლებს. მეოს დაროვა. დაროვა უჩა. თან ხელმოს გამოვუღებ, ეს შენ არა, მე მეხება. დანარჩენს გაგაგებიე ყველა. აი მის მე რა ჩაურიცხია. ერთი გამოვიდონ კონტაქტზე და მე ვიცი რა. გაუმარჯოს გიოს. შენ ახლობელთან რაღაც მოსვლია უჩას. მე ვაპირებ მარკაცის ნახვა. აუცილებლად. მიალეკი დამიტენა გადასახდები გასაკავს გადაიხადეთ. იმის ოჯახის ყველა წევრი მომ დათაბა. ნამუსო გათახსირებულები ბიჭო იცის ოქროჩის ხალხი ვარ. მაგას დედა მო ბიჭო. დაუპერეს კანონები ბუდულს თავის წესები. თავის წესია. აი შენი ვაშკაცობა. სადღაც ფაქილებში, სადღაც ომში და რაღაცებში გამოიყენე ვიდეო. სადაც ქურდულია ის შენი ვაშკაცური გაწიე, გვერდზე და მოიყვანე. დანარჩენს ბიჭები ნახავენ. ის აგერ გელა ნახატი ის გელა და აგერ არის ჯორნა. ასაკში გელა არის და ჩვენა ვარ. ჩარტოლები კუჩის ბიჭია მე უცხარეს მოდა. შენ ახლა მორწმუნეობა კუჩასთან მობიშნება. დასალეწები გაქვს დავები უცხარ. იცოქ შენ მოგიწევს თენგოსთან ლაპარაკი რა. რა უნდა ვიდეო. რა მოიგითხა? რომ მე ხო გადაწყვიტა კაცო რეკომ თურგემა ხო გადაწყვიტეს. ემემ და ალეკომ ხო ილაპარაკეს. ჩემი დედა დავიღუპე. მოიკალი რომ მაგას მოიკითხავ, რომ მაგას მოიკითხავ და ჩვენი აღებული თუ გაიასწრება დედაგარო. კაროჩე, რა ვიცი, რა ვხნათ ამის დედა. ზარბლმა გაყინული სისხლი გამეყინა ბიჭო. ჩესზე შეგვეხებია. გაზე ვარ დამდგარი ძალიან სერიოზულ თემაზე. რა გავაკეთო მითხარი? ფული უნდა მოიტანო. 500 და 1000 მანეთი არა. ფული უნდა მოიტანო კონკრეტული. ციფრი, როც სათქმელი იყოს. კიდია. 7000. ისეს ხო, არ მაინტერესებს. 7 გურამია. მერე 20 იქნება და 30. მერე ავაზევი. აგერ ჯიკი ახლა მომიტანს კიდევ. მაგის დედას. აუ მაგის.
კახაძე მივაცემია ჯემალის კაცი ვინც არის ფულს რომ იცემენ ვეთქვი ჯემალის მიაქცია ყურადღება თქვა ავთვეში კიდე ერთხელ იქნება 7 ძმა და მერე ეიწევა უკვე 20-30-მდე იქნება მერე ყოველთვიურად ლარში ასე იქნება მერე სისტემატიურად ძმა ერთი ჩამოსვლა პედაგოგია უნდა ჩამევიდეთ ძმა და იმ 600,000-ზე 200,000 მეიტანებენ მან და მერე შენიცი ძმა რა ხდება ძმა ნიგანე საჩი გურდები არიანი იღვე გურდები მერე კიდან თუ არიან აქედან ერთი იქნება და იმნაირი 100 ტონი ყველა Kanka ben konu eksi xarulcena b***ya რა. Maxi xarulces დედასაც მხრავს რა, რა პრობლემა. გვიადი პაპიაშვილი, დათო და რეზო. არიან ერთად. რეზო არის კალაშოვის ძე. აი როგორი დედის სამი განაპირა იცით რა. ჩემი დედავატირე მთელი საქურდეთი რო დაეტაკონ დედას მოვა. ჩაერთვებიან ზვიად პაპიაშვილი, დავით ილიშვილი, ორივენი არიან კაროჩე ქურდები რა. მე ვთხარი მე მეთქი მანდედან ჩემი მოგება მეკუთვნის მეთქი და არ მინდა ზმო არაფერი, ქონებები ამ მომენტში ვთქვი ეს და რაც მეკუთვნის მეთქი დანარჩენი მოგება თქვენ წაიერთეთ. მე ვთქვი ვაფშე და გაგავარდა გიჩი ვითხარი. კობიდე თუ ვინმე დაგირეკა, გაურეკი ობათა გავოგებინა. ყველაფერს ამისკუსია მაშინ თემაზე ვინ დარეკანი განაბები იქნება ვინ ჩვენ დაგვიერეკო და ჩვენ ვიცრასო გამოძიებით დადგინდა რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები პირადი სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ მოდავე მხარეებთან ერთად აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მეორე მხარეს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებში საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი თენგის ხოფერია მეტსახელად ჭინკა მონაწილეობდა. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად მიუთკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ფული. ასევე ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვის ფაქტებზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი და მეორე, 223 ტერცია მუხლის მეორე და 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს. მადლობა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. მასში ქართულ პროფესორებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების მეცნიერები მონაწილეობენ. კონფერენცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პროფესორმა პაატა ტურავამ გახსნა. მან საუბრისას კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იმართება კიდევ ერთი საერთაშორისო კონფერენცია, ამჟამად მათემატიკურ მეცნიერებებში. კონფერენციის მიზანია ახალი მეთოდების გამოყენებით გააფართოვოს მათემატიკური კვლევები და კვლევის შედეგები ხელმისაწვდომი გახადოს მეცნიერების სხვა დარგებისთვის, მათ შორის ჰუმანიტარული მეცნიერებისთვისაც კი. კონფერენცია მნიშვნელოვანია რამდენადაც ისილობს ხიდი გადოს
პრაქტიკასთან და გახადოს ხელმისაწვდომი პრაქტიკისთვის საერთაშორისო კონფერენცია ჩვენს უნივერსიტეტში ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, კონფერენციის შედეგები ხელმისაწვდომი ხდება სწავლებისთვის და შემდგომი ინტერდისციპლინური კვლევებისთვის. აქედან გამომდინარე, ესეთი კონფერენციები, რა თქმა უნდა, არის შემადგენელი ნაწილი ჩვენი საუნივერსიტეტო აკადემიური საქმიანობისთვის. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის სკოლის ხელმძღვანელმა პროფესორმა რამაზ ბოჭორიშვილმა. ღონისძიებას დაესწრნენ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, კიუს კანცლერი ლევან კოპალიანი, კიუს სკოლების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები. აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის საერთაშორისო კონფერენციის სატელიტ კონფერენციას. მასში წარმოდგენილი არიან უმაღლესი დონის მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი წარმოადგენენ უახლეს შედეგებს, როგორც წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის თვალსაზრისით, ასევე გარკვეული მოხსენებები დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებასაც. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა გაიმართოს ასეთი მაღალი დონის ფორუმები და პირველის ყოვლისა ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს მეცნიერების განვითარებას, ასევე ახალგაზრდების მოზიდვას მათემატიკასა და ზოგადად მეცნიერებაში. ეს კონფერენცია უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული. მე კარგად ვიცნობ ამ უნივერსიტეტს და მქონდა პატივი აქაური სტუდენტებისათვის პორტუგალიის უნივერსიტეტში მემასპინძლა. მათ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე. ჩვენ ახლა ერთად ვმონაწილეობთ კვლევებში. გვაქვს ძალიან კარგი პირობები. მინდა აღვნიშნო, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს მათემატიკის მიმართულებით ძლიერი ტრადიციები აქვს. ამიტომაც ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივია. And it's really a pleasure to be here in Kutaisi. საერთაშორისო კონფერენციის მიზანია მათემატიკურ მეცნიერებებში მომუშავე მკვლევრების, პროფესორების შეკრება და ახალი კავშირების დამყარების ხელშეწყობა როგორც თეორიული და გამოყენებითი მიმართულებებით, ასევე ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სფეროებში. აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მე-15 საერთაშორისო კონფერენციის შემადგენელ ღონისძიებას, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმში მიმდინარეობდა. საერთაშორისო კონფერენცია კიუში 10 სექტემბერს დასრულდება.